გამარჯობათ მეგობრებო. გამარჯობათ ყველას. მოგესალმებით მე და გიორგი. და დღეს თავაზობთ დაპირებულ ვიდეოს. მე და გიორგიმ გადავწყვიტეთ რომ მომავალი იხვის სეზონზე კარგი აღჭურვილობით და მომზადებული შევხვდეთ. ეხლა კი იტყვით რომ ჯერ იხვის სეზონამდე ადრეაო, მაგრამ იმდენი რამე ჭირდება რომ ხო არა იმდენი რამე რა ჩვენი იმ დონეზე ვაპირებთ ისე დონეზე ვაპირებთ იხზე ნადირობას რომ თავის საფარის მოწყობით თავის იხვის ფიტულების ნაირგვარობით ფრიალა ეგრეთ წოდებული მახაკრილების დიდი ასორტიმენტით გვინდა რომ შევხვდეთ და ამ ყველაფერს უამრავი რაღაცა გამოწერილი გვაქვს, ნაწილი ჩამოვიდა, რაც ჩამოვიდა ახლა ამაზე ვისაუბრებთ და გვინდა რომ სეზონს სრულყოფილად შევხვდეთ. სეზონს თუ რამე შეიძლება ჩვენს პირობებში ქართულ. რომ გასულმა სეზონმა გვაჩვენა რომ რაღაცებში არ ვიყავით სისუსტე. ხო, ანუ სუსტი წერტილები და რა თქმა უნდა, ჩვენი ასე რომ ვთქვათ, როგორც ამის წინ ვისაუბრეთ მანუკების ვიდეოში, ასე რომ ვთქვათ, დღევართ ამ სწორ გზაზე და ჩვენც მივდივართ გზადაგზა ვგებულობთ რაღაცეებს და შესაბამისად მინდა რომ გადმოვცეთ. ანუ პირველი კლასიდან დავიწყოთ და თავისი შედეგით შემოდგომის ნაკლებებზე ყველა მეტად ვნახოთ ეკრანა თუ არა ამას რეალური ეფექტი და იყოს ქართულ საზოგადოებრივ სივრცეში ამაზე წვდომა და ცნობადობა რომ რა ხდება, როგორ ხდება და რატო ხდება. ხო, ეს ვიდეოც ახლა არის ისეთი რა, ექსპრომტად გაკეთებული, უცებ მოვიფიქრეთ რომ ჩაგვეწერა, აგერ ხო, ებაისაც უხარი გახსენე. ხო, აგერ ო, გიორგის ჩამოვიდა. ხო, ამ ყველაფრისთვის სანამ ემზადებოდით, უცბად ჩამოვიდა 80 წლის საიუბილეო. ხო. ფა გარდნერის კობას აქვს უკვე. ხო, აი ესეთი. არა, დაკალიმიტიდის. დაკალიმიტიდის, ხო, გარდნერს ეკუთვნის. ხო, ერთია ეგეთი. აბა გავხსნათ. კარი ხელი ერთი. მე ყველაზე ძალიან გიждები როგორი აკურატულად ფუთავენ რომ 100%-ით დაუზიანებელი ჩამოვიდეს ნიჭი რა. ნამდვილად. და ნახოთ საქმე რომ ებაინა ხდება ამ ყველაფერს გამოწერა აგერ. ხო. რეკლამა არა ეს ჩვენი მხრიდან, მაგრამ რასაც ვიცი. კაი მოსავლე ხარ ეს. ხო. ხო? შენ დაიწყარე. ხო, რა თქმა უნდა, ერთმანეთს ვიზიაროთ. მოდი შენ გახსენე მე ამოვიდა, ხა? ამას უკან დავაბრუნებ, აგერ ხუთში ლამაზად. აბა ნახოთ კაფსულა და ისა. კაფსულაც. ეს ვიზიტა. აი ორ ეტაპად არის ისა, რა ქვია, ასე რომ ვთქვათ, შეფუთული. მოდი. გაკარები დაიგე. ვიდეოს წერთ ბიჭო. შეგი შეხედი? ნამდვილი მე იხვე. ენას არ იღებს, მაგრამ თქვენ შეაჯენს. კაი, დაჭიქი ეგერ ან მე შემოგვიერთდი მე. მოვიდა კიდე. ხო და გინდა იმანო კი? ეგეა ყოგანა. არ მინდა, არა. ეგის გაია. სერგოს ყველაფერი მოწევს. კაი. დავანახოთ. მოიცა, ჩავწეროთ ისა. ნუ ნახოთ. აი გამორთი ორი ცალია რაღაც. ორ პაკეტად არის შეფუთული. ვიცით რომ ანუ კაფსულა მოყვა, სადაც არის ერთიანა და მეორე თვითონ ის საყვირი. ცავიზიტო ბარათი მოყვა არ გვინდა. ესეც კაფსულა. ეს თვითონ საყვირი, ცოტა ხანს მივიწევი კადრთან. ცოტა ვაგითხო ხალხს. ესე იგი ეგ არის ერთენიანი და ორენიანი ერთ საყვირში გაერთიანებული. ამ წუთში აქ არის ჩაყენებული ერთენიანი და რა კარგად საიძახა ხო ნახე შენ ერთენიანად და ესეც უნდა კარგი იყოს. მთლიანად ახალია, აი წყური არის რო იტყვიან ნახმარის კვალის არ ეტყობა და ამავე კაფსულაში არის ორენიანი გამზადებული ესეთნაირად შტამპოვკა პირდაპირ. ხო. კაფსულაში გამზადებული. ვარემ რახან აი მას გამოვაძრობთ ესეთნაირად. ამაში დავსვათ აქ. ბიჭოს. всё. და გადაიქცა ორენიანად. გაკ ორი ძალიან მაგარია.
ამისთვის გიჟდები ამ 80 წლის საიუბილეოზე. არის აკრილი. მომეის ჩავდო კაფსულაში. აბა ნახოთ გაუსწორებელზე თვითონ ქარხანამ როგორი შემოგთავაზა. როგორია. იდეალურია რა. ძალიან მაგარია. საგედავდო. მოგლეთ, ეს მოვჭით. კიდე ერთი შენამატი ჩვენს ოჯახს ასე. აი, შენც ესე თქვათ ხო, შეივსო შენი მანუკები. ამით მე ვამთავრებ. მე ჯერჯერობით გაჩერებული ვარ. აი ეს შენ რაც გამოწერილი. ის ერენთი რო ჩამოვა 2 ცალი, რიჩენტონი, ეკავსინჯო და მაგით უნდა გავჩერდე. კიდე ახალ ვიდეოს გიორგის არხზე შემოგთავაზებთ ეს ერენთი. შენ სარწეს რა თქმა უნდა. იყოს შენზე არა. ხო და მოგლეთ ასია. ხო. მოგლეთ ეხლა დავიწყოთ ეხლა. თავარ თემას დაუბრუნდეთ. კი ბატონო. ასე იგი. სეზონი რო დამთავრდა მე და გიორგიმ გავაანალიზეთ რომ მომავალი სეზონისთვის სხვანაირად მომზადებულიყავით და უფრო მეტად აღჭურვილობა შეგვევსო და ჩამოვიტანეთ final approaches. Final approaches. ეს ხო. აი ეს არის final approaches. final approaches მანოკები ჩამოვიტანეთ. სულახლები, მანოკები რა იყო და ფიტულები. და ასევე ჩამოვიტანეთ Storm-ის, Flambeau-ს, ნუ აგერ გვიდევს აქედან ვანახოთ Avianix-ი, უცადგისა მოდელები, დედალი, მამალი. ცოტა ახლოდან ვანახოთ ყობა ხორჯობი. ხო, კი ბატონო, ეგ რა არის? Storm-ი, კი ბატონო. და დეტალურად ხარაზული, დედალი, მამალი. ასევე ესეც ვანახოთ ახლოდან. საზოგადოებას ეს გახლავთ final approaches ხარაზული დაიწყე ყობა აი რა მოგეწონა რა არ მოგეწონა სიტყვაზე რას უკეთესისურვები და ცოტა რომად გავშალოთ თემა კი ბატონო დავიწყოთ ეხლა რაც შეეხება ეს final approach-ი იყო ძალიან დიდი ფასდაკლებით და ეხლა თითქმის ხელმისაწვდომი აღარ არის ეს მოდელები და ამოიყიდა. ხო, final approach-ის შესრულება ხარისხი, რაც შეეხება საღებავი, თვითონ корпуსი, ნორმალური და თვითონ მოყვანილობა, მაგრამ ხო, საღებავის დაფარვა არის ძალიან კარგი რა, აი როგორ ბზინავს, ხო? ფერებში კარგად ზის. კი, ნატურალური ზომიერად ბზინვარია, როგორ ახასიათებს ხარაზულს. მის კარტიც ნახე როგორ კარგადაა შესრულებული. ნუ საერთო ჯამში კონტურები არის იდეალური. კი ბატონო, მე ვიტყოდი რომ კარგი ხარისხიანი ფიტულებია, მაგრამ ერთ ასე თქვათ მცირეურობას აქვს. ხო, მცირეოდენ იმას ვიტყოდი რა შენიშვნას. პლუსია ეს თუ მინუსია არ ვიცი. ჯერ არ ვიცი, ხო. საკმაოდ final approach საკმაოდ რეიტინგული და გაყიდვადი ის არის ფიტულები და ძალიან კარგი ცნობილ იგზე მონადირეებს ამერიკაში კარგი ისინი აქვთ ასე ვთქვათ შეფასებები გაკეთებული და ამიტომაც მიმივიდა გული და ბრენდია ბოლო-ბოლო და რაღაცა ჩინური ის არ არის რა no name არ არის. ამიტომ შენიშვნა რაში მოიაზრება რომ ოდნავ ზომაში ხარაზული მამალი და დედალი არის ოდნავ მომცრო აი რეალური ხო ნახეთ ეს არის რეალური ეს არის რეალური და ოდნავ მომცროა რა მაგრამ არ ვიცი რეალურ გარემოში და რეალურ პირობებში როგორ იმუშავებს ამას გამოცდით მაგრამ თვითონ შესრულება ხარისხობრივი კუთხით მაღალია თავი ჩასაბმელები აქვს დასავლ დაბრენდილია ეს არაფერია დეტალურად ვახსნათ მაგრამ კი ბატონო აბა მიდი ანუ სიმკვრივე სიმყარე ანუ აქვს ზომიერი ანუ რბილიც არის და მყარიც არის ისე რომ ანუ ყინვაზე და ხის მოქმედებებზე ასე რომ დაზიანდეს შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანი არის ღუზის საკითხი ასე რომ ვთქვათ ანუ დინამიკას წყალთან ინარჩუნებს იხვისას ეს და ანუ აბსოლუტურ თამაშს უზრუნველყოფს ღუზა და გახსოვს ჩვენ ძველ ფიტულებს რა ქონდა როცა გაიქნევდი
გვერდულად რო ეცემოდა ანუ არ ტრიალდებოდა სიმძიმე არ ყოფნიდოდა ამას ბუნებრივად კი ხელშიც იგრძნობა რომ კარგია სულად აქვს სიმძიმე ამას ჩადებული ანუ რანაირად საერთოდ გადააგდო ყველა ვარიანტში დაჯდება სწორად ასე ვთქვათ და ეს ორი ჩასაბმელი აი ეს ორი ამ ორ ჩასაბმელზე მინდა რომ აქცენტი გავაკეთო როცა აქ აბავ ესა სიმძიმეს იხვი ქარისაპირისპიროდ დგება ესეთ პოზიციაში თქვა ჩემი მხრიდან ეხლა ვაფშე თუ ჩანარი გიცნობ ჩემი მხრიდან ისა რა ქვია როცა უბერავს ქარი ამ შემთხვევაში ესე მე შემხედავს და როდესაც ჩავაბავ უკან შემოტრიალდება იხვი რა ეს არის პოზიციონირებისთვის რომ ჩვენ ყველას თუ ერთი მიმართულებით ჩავყრით ეს უკვე ავტომატურად ნიშნავს რომ იხვის გუნდი იკვრება რაღაცა საშიშროებაა და უნდა აფრინდეს ამიტომ უნდა გქონდეს შერეულად ჩასმული ეს იხვები წყალსატევზე იქნება თუ მდინარეზე ერთგვაროვნება არ უნდა იყოს უნდა იყოს მრავალფეროვნება გამოყენებული ჩასმაში რაც შეეხება თავის ფორმა თვალები მინდა აღნიშნო ნისკარტი რაღაც ეს ყველაფერი საღებავი რაღაც პენალეთა კარგათა შესრულებული. აი, ნაკლს ვერ უყოვი თვითონ დანარჩენს. ერთადერთი შენიშვნა რაც მაქვს, გვაქვს ეგ არის მომცრო ზომა. შეიძლება ეხლა ჩვენ ამას დადებით მხარეს უძებნით იმას, რომ კომპაქტურია, მოცულობითად უფრო ცოტა და მანევრულია. ნუ ნახოთ ნახოთ რამდენად თუ მოიტყუებს. შემდეგი. აი, ჩემი ფავორიტი და შენიც მე მგონი რა. ეს გახლავთ Flambeau Stormy ხარაზული იხვის ფიტული, რომელიც მინდა აღნიშნო, რომ ძალიან მყარია, პლასმასი თვითონ. ღუზა ვალივითაა, რომ ოქო არა. ხო და თვითონ საღებავი დაფარვა ერთ-ერთი საუკეთესო ჩემი გადასახადები. ახსენი ის ულტრა ესპრესო. ხო. ასევე აღწერაში ეწერა ამ მოდელებს, რომ საღებავი შთანთქავს ულტრა ისპერ სხივებს, ანუ არ ირეკლება არანაირი ისეთი ნათება ამ საღებავებიდან, რომელიც იხვისთვის არის ანუ საფრთხის მანიშნებელი. იხვი ულტრა ისპერ სხივებს აღიქვავს მკვეთრად. მკვეთრად, კი. როცა ვდგევართ სანადიროდ საფარში, დაუშვებელია, ასე რომ ვთქვათ, კლასიკოსები გვასწავლიან, რომ სიტყვაზე სიცივისგან, სისველისგან, რაღაცისგან ხშირად იცის ადამიანმა ბოდიში და შარდის მოთხოვნა. იქვე რომ მიტრიალე წალია და გარეცხავს და რაღაცა და ის მოკლედ არ მოსულა. პროფესიონალები ამბობენ რომ ულტრა ისპერ სხივებს გამოყოფს ადამიანის შარდი, რასაც იხვი ამჩნევს და უფრო გერიდება, ასე რომ ვთქვათ. შეიძლება რაღაც მოვიდეს, მაგრამ უმეტესად ეგ არ ვიცოდი, სიმართლე გითხრა და ახალი ამბავ. კი ბატონო, ხო და აი რამდენი რამეა დამოკიდებული იყოს ნადირობაზე და შესაბამისად, როდესაც ასე რომ ვთქვათ, ამ ნამზადის ხარისხი არ განისაზღვრება მარტო ან ვიზუალით, ან იმით, ან ამით, უნდა იყოს ისეთი მასალებით შესრულებული და საღებავი უნდა იყოს ისე დასხმული, რომ ამ ულტრა ისპერ სხივებს თანხავდეს თუ რამე გააჩნია მასალას და ასევე უკან ზოლები აი ეს ნახე, აი ეს აქვს მბზინავი რაღაცა მომწვანო ფერებია რა, აი არ ვიცი ჩანს თუ არა კადრში, ხო? ხარაზულს უკან დაბოლოებაში მხრებს დაილაგებს. კი, აქ და თავიც ასევე ძალიან კარგ მზინვარ როგორ აი 100% ხარაზულის თავი. ასევე კი, საღებავი ერთ სიტყვით ამას სტოპი აქვს რა. ვერანაირ ნაკლს რო ვერ უყოვი რა. ასევე მინდა აღნიშნო ღუზაზე ჩასაბმელი პოზიციები. ამას აქვს 4 პოზიცია. წინა, უკანა და შუაში 2. შუალედური. შუალედური. ეს შუალედური მე მგონი მარტო ამათ აქვს, რა მე სხვაგან სხვაზე არც მე არ ხო, ამათი პატენტია ასე ვთქვათ რა, ამათმა დააპატენტეს და ესენი უშვებენ. ესე შუა კითხვა ისმის რომ წინ და უკან მეტი რა საჭიროა. მეგობრებო, როდესაც ვაბავთ, აი გიორგი მამიხსნა ესეც და მე ჩვენს გამოვცადეთ რეალურ პირობებში, შუაში ან წინ ან უკანა მხარეს შუა ნაწილზე როცა ვაბავთ თოქს ამ თოქსაც სპეციალურად ვამზადებთ და მე გეტყვით სიმძიმე როდესაც წყალშია ეს შუა ნაწილზე მომული თოკი იხს აი ესეთ თამაშს აწყებინებს. კი ბატონო.
რომელიც კარგია, ანუ დინამიკას აძლევს თლიან ცოცხალი მას პატარა ნიავი ეს ყველაფერი იწყებს ლავირებას წყალზე, რაც ქმნის ცოცხალი გუნდის ეფექტს ასე. და ეს შუა ჩასაბმელები რომ აქვს, ეს ძალიან კარგია. ასევე წყალში ერთი გასროლისთანავე სწორდება და თავის პოზიციას იკავებს. მინდა აღნიშნო, რომ ჩინურმა ფიტულებმა წელევანდელ სეზონზე გაგვეწვალა. გავიქნევდით შუა რიონში, ან ჯანდარაზე და ხანგვერდზე, ხანგვერდზე და ვიწევდა მე შესვლა, ნავით, გასწორება, ქარი ამოატრიალებდა და ერთი სიტყვით გაითვალისწინეთ, რომ ეს იაფფასიანი იხვის ფიტულები განა არ მუშაობს, მაგრამ ისე კარგად არ მუშაობს, როგორც ბრენდული და მაღალხარისხიანი სამღებავი დაფარული. რაშია პრობლემა? იაფფიანის ასე რომ ვთქვათ, თურქულების პრობლემა. ყინვაზე უმეტესი იბზარება 10-დან 5 იბზარება, პატივიცეთ. ყდება და იძირება. ყდება, იძირება. მთავარი რაც არის კიდე რითაც უნდა განისაზღვროს კუკლისისა, ამაში ალბათ ამჩნევთ აი ეს ჯოხები იტყვით რა არისო, ეს არის ალმირებისთვის, რომ ძირი იყოს შეკრული, ამავდროულად ტალღებს ქმნის, რომ თამაში იყოს მაქსიმალური და აი წყლის თაფუნისგან ხო იტყვი ხა რა უნდა უხნას იმან, მაგრამ აი აქედან ნაკერი რაც აქვს კუკლას, თურქული კუკლები იხსნება ნაკეთზე ასე რომ ვთქვა. და იმისგან თამაში ხო ჰაერია და ეს მუდმივი შეკუმშვა გაფართოებაშია და ამუშავებს. ბევრი ჩაიძირა ეს ფიტულები რო ჩავსვით. მე პერიოდულად ვატყობდით რომ რაღაც ნახევრად ჩაძირულ მდგომარეობაში იყო და გვიკვირდა რა მოვიდა და ეს ფიტულები დაბზარული იყო, სიცივეში ტყდებოდა და ტრანსპორტირებით უფრო საერთოდ იფშუნება ზოგიერთი და ერთ სიტყვით თანხას იხდი, მაგრამ რაღაც მომენტში ფასებიც ვთქვა დაახლოებით აი გამართლების ვარიანტი. ბოლოს თქვა ფასები ბოლოს. ხო. ერთ ორს ვიტყვი კიდე ამაზე. ამის ტრანსპორტირების ფასებზე ცალკე ვილაპარაკე. ერთ ორს ვიტყვი კიდე ამაზე, ანუ ამისი კრასკა არის როგორი ვარიანტი. ღრუბელია თუ დღის შუქია არ ბზინვარებს ზედმეტად, ანუ აქ ისეთი შეფერილობა დღის ანუ მზის შუქსაც და ღრუბელშიც და სუელზეც, რაც არის ზომიერი, იხვის დამახასიათებელი და ну ეხლა ყველაფერი ის არ არსებობს ასე ვთქვათ აბსოლუტური რაღაცა მე პირადად ამ ასე ვთქვათ სატყუარასი რაც არ მომწონს არის როდესაც ტალღები არის წყალზე და ეს ხარის შემთხვევაში ხო ყაფუნებს ის დოლივით ხმარ ხო აი ეს ხმარ ეგეც მოგვარებადია მაგრამ მოგვარებადია რა თქმა უნდა დააკრავო შესაბამის ორმაგის კოჩი ან ეშომით რაღაცი დავფარავთ მაგას ისეც რომ ანუ მე რაც შევამჩნი ეხლა ვერ ვიტყვი რომ ამან იხვი დააფხო მაგრამ ხავს მე ვერ ხვდები მაგრამ ის ყველაფერი ესმის და იქნება რაღაცა როლს ხავაში თან არის როცა ბევრია და ეს ტყაპატყუპი შეიძლება თლად ბუნებრიობასთან ახლოს არ იყოს ჩვენ მინდა რომ ბუნებრივი გუნდი შევქონათ და ეს ოდნავ ხელს გვიშლის. ეხლა რა არის ერთი სამხრივ იდეალურია. ერთი და ორი რომ მოდი შეიძლება იმან გაიგოს ამის მართლობები თავის ტექნიკაში არ ამგონია რომ ამის რა მეწმეჭება ხო რა თქმა უნდა. ამის გადავიდეთ ეხლა Avionics-ზე. ეს Avionics-ი გახლავთ კუცადგისა მოდელი. ხარისხი ცუდი არ არის, მართლა კარგია. რაც ამაში მომწონს ეს არის რომ თვითონ რელიეფურად კარგად არის დამუშავებული корпуსი, ისა ბუმბულების ნაკვთები კარგად ეთყობა, სინათლეზეც, მზეზეც და საღამოს პირზეც ეს რაღაც ჭრდილები და ისინი საკმაოდ ისეთი აქვს რა. კი. ბუნებრივთან ახლოს. Avionics-ი როგორც შენ თქვი, მაგას აღნიშნავს. Avionics-ის ძლიერი მხარე არის ზედაპირის რელიეფურობა რა. აი მაგალითად ნახე შევადაროთ გიო ხო შეიძლება შევადაროთ შეიძლება კაცო რო ავიღოთ ახლა ეს Storm-ი და Avionics-ი ნახე ბუმბულები ამას წყობით უფრო რელიეფურად და ზოგადად თქვათ ისიც რომ კუცადგისა ზოგადად ესეთი ნაფოტებად დაყრილი აქვს ბუმბული ხო ხარაზულს იმდენად არ აქვს მაგრამ ხარაზულს კონტური შეიძლება რომ ხარაზულშიც გამოიკვეთოს ხო აი ფრთების მეტი ხო მაგრამ კი ბატონო გეთანხმები მეც რომ დაკვირებული ვარ ხარაზულის გლუვია ხო აი ზედაპირი არის გლუვი და ისეთი სრიალა ზედაპირი აქვს აი დაწყობილი დაალაგებული ბუმბული და ამას ოდნავ აქვს და ნუ ამ მოდელშიც მეორდება ზომით ეხლა რო ავიღოთ კუცადგისა Avionics-ის მოდელი
უფრო დიდია, აი, ნახეთ. ხო, როცა რეალურად ოდნავ პატარა. ხარაზულზე პატარა, კი. მაგრამ აი ვერ გაიგებ წარმოებლები რას ანიჭებენ უპირატესობას, ზომას, ფერს. როგორც ყველა აი მობილური ტელეფონების და ავტომობილების როგორც ყველას აქვს თავისი რაღაც მიგნება და რაღაც უპირატესი, ხო, რაღაც მახასიათებელი, რომლითაც თვითონ ამაყობს ბრენდი, რომ აი ეს აქვს, ჩემს აქვს ეს, ჩემ მოდელებს აქვს ეს საუკეთესო და ახლა აი ეს მოდელი მაგალითად თორმე იმით იყო ცნობილი, რომ აი ეს ultra ისფერის სხივები ბოლომდე დამუშავებული და არანაირი ანარეკლები და ეს ბლიკებს რო ეძახებენ რაღაცები არ აქვს ამას. აი მატოვის აღებავი და ასე შემდეგ. ამას აი ეს რელიეფური წყობები და რაღაცები და თვითონ ღუზა ახლა და კიდე რას ამბობენ, იცი? და ძველი მოდელია, ეგეც აღნიშნე, ახლა უფრო ახალი მოდელებია. ხო, მაგრამ ხუთსადგის ესეთებია სულ ყველა, გიო. ესეთები. გულისხმობ, იცი, სიმკვრივეში. ხო, Avionics-ი ფრიალარო ჩამოგივიდა. ხო, მაგრამ ეგ შეიძლება მარტო ფრიალასთვის იყოს. არც ეგ არ არის. ხო, არც ეგ, იმიტომ რომ რასაც მე უყურებ ხარაზული იხების Avionics რა, ღუზა იგივეა, корпуსი ძალიან გავს ერთმანეთს რა, ყველაფერი რა. და Avionics-ის ღუზაზე რას ამბობენ, იცი, გიო? აი, დანარჩენი სხვა ღუზებისგან განსხვავებით აქ ცოტა დიდი და ესეთი ტორპედო დიდი და უკან ტორპედოსავით, მაგრამ აი ის პირობითად ვამბობ რა. რომ აი ამის წყლის ჭრა და აი ეს ტალღებზე ხმაური უფრო ნაკლები აქვს რა. აჰა. ხო და აი რა ვთქვათ. ანუ წინ და უკან ჩასაბმელი ამასაც აქვს. კი. ანუ პოზიციონირებისთვის. მეტი არ აქვს. გუნდს რო ჩაყრი, ზოგი წინ დასვა, ზოგი უკან დასვა გუნდში ასე ვთქვათ, რომ ანუ მოტრიალე დამსვენებელ გუნდს გავდეს. ნუ ეს კაუჩები ასე ვთქვათ არის სტოპერი ახვევის დროს რომ სადაც რომ გააჩერო რა. მეტი არაფერი. სიმკვრივე ახლა რო ვთქვა. რბილია. ხო, რბილია, მაგრამ ისეთ საინტერესოა სქელი მასალისგან არის რაღაცისგან. ყויה გახვრეტავს თუ არა? მე მგონი გახვრეტავს. ხო, რავი, ყויה მე მგონი ყველაფერს გახვრეტავს. მე ვიცი ერთადერთი ის რაღაცა რაღაცა ქვია ვერიცები ახლა კაუჩუკის კაუჩი რომ მიყვებოდი ნო უცელია გამოღებული ერთადერთი კოსმიური ფასეგერს და ახლა კოსმოსური ტექნოლოგიები ეხზე ნადირობაში აღარ მინდა ისედაც და ბევრი გვაქვს ისედაც რა კი ბატონო ეს პრობლემები უცადგისას დედალი ისევე Avionics-ი ხო აი ამის ახლა რა არის რა სამომბენ აი ეს დაფარვა ფერები და საღებავები ძალიან ისია ახლა ეს ორ ფერში აი მაგალითად ეს თუ არის ხო რაღაცა ერთ ფერში თუ არის ხო აი ეს ნაწილი რა ბუმბულის ნაწილი ეს ნახე ორ ფერში და უფრო მეტად მიმსგავსებული უფრო მეტად რეალურთან მაგრამ ესეც ძალიან კაია არც ამას არ აკლია თავის ხო რა თავის წილი ხარისხი ამასაც აქვს კი ბატონო მე ახლა ვთქვათ რასაც ჩავამატებდი აქ შეიძლება თეთრი კონტური ყოფილიყო დედალი კი სიმწვანე აი სიმწვანე და თეთრი კონტური აი რაც აქვს აი ამას აი ხო თეთრი აი ამას კი ბატონო ესე როგორი პერლამენტია როგორ პრიალებს სადაც უნდა იპრიალოს რა კი საღებავი ისეთი აქვს რა ესეც Avionics-ის დედალი გადავიდეთ ახლა ეს Avionics-ები ეს ჭიკვარაა თუ ეს დედალია ხო ჭიკვარას ეს იხვინჯა ეს არის ჭიკვარას დედალი ხო აი ეს გახლავთ ჭიკვარას დედალი ეს არის ჭიკვარა ის აი იხვინჯას დედალი აი მწვანე რო აქ ეს არის იხვინჯას დედალი ეს არის რა ქვია მართალი ხარ იხვინჯას დედალი და ჭიკვარას დედალი ხო მერევა იმდენად გავს ხო ფაქტიურად ერთნაირები არიან ხო და ესენი რეალურთან ძალიან ახლოს არიან ხო ზომით გაბარიტები ყველაფრით რა და ეს ყვებავი იხვის პოზიცია აქვს ახლა ხო კი ბატონო ეს და ეს ასევე გახლავთ მამლები ხო ხო ესეც Avionics-ი ეს არის ჭიკვარას მამალი ეს იხვინჯას მამალი ესენც რეალურად იხვინჯას მამალი უფრო დიდია ხოლმე ჭიკვარაზე მაგრამ ამ შემთხვევაში დაახლოებით ერთ და იგივე სისქით ჯობია თორე გარე გაბარიტით იგივეა ეს ყვება პოზიციაში ანუ რეალობასთან მუშაობენ კი ესენ საჭიროა ალბათ ხო გამოგვადგინა ჩვენ გვაქვს ამის მასა ფრიალა מחაკრილი და დაუსვავთ ამ გუნდს და მეტ რეალობას შევძენთ ბატონო რამდენიმე გუნდად გავანაწილებ ესეც ასე ნახოთ
როგორ იმუშავებს. თავარია იხვი იყოს მოძრაობდეს. კი ბატონო, ასევე ხო, რა ვიცი. ეხლა კობა მე ვფიქრობ რომ ეხლა ეს ხო ესე პირდაპირ არ ხდება ჰოპლატა გადააგდი ამას თავისი თოკი აქვს თავისი თოკი ორიოდე სიტყვით მაგაზეც ვისაუბროთ ხო მინდა რომ გესაუბროთ ცოტაოდენი რა აბა გიო შენცი აქ მთელი ამის მოკლედ ეს არის დაახლოებით ეს არის 4 მმ-იანი დიამეტრის ისა ეხლა მაგას დაახლოებით რო ვისაუბროთ ესეც იგივეა ხო ეგეც იგივეა ოღონდ მაგ სხვაობებზე უნდა ვისაუბროთ ეს გახლავთ decoy cord. ანუ სატყუ არის 4 მმ-იანია კი. ხო. ეს გახლავთ წელვადი თოკი რეზინის, რომელიც უმაგრდება ჩვენს ფიტულებს, თავის განახებთ მაგასაც სიმძიმესთან ერთად. აი ესეთი სიმძიმები შევიძინეთ. და მოკლედ ეს თოკი იმდენად პრაქტიკული აღმოჩნდა. ვაპირებდი რაღაც ტროსით, კაპრონის თოკით, მაგრამ გიორგი რაც მაჩვენა, იმდენად პრაქტიკული იყო ხმარებაში, წყლიდან ამოღებაში, ახვევაში, იმდენად დროს გაზოგინებს, რომ ღირს ამის შეძენა. ორი სხვადასხვა ბრენდია. ნუ რამდენად ბრენდია ახლა ამაზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ კარგი მწარმოებელია, ცნობილი, რაღაც პატივს სცემენ, ასე რომ ვთქვათ. და რით განსხვავდება ახლა კობამ ფასის მიხედვით გამოწერა ეს ხარისხზე არ გაგუმახულებია ყურადღება და არც ვიცოდი რა სხვაობა იყო ახლა აგერ გვაქვს და მე აგიხსნით ეს არის მატოვი ეს არის უფრო რბილი მატოვი და თითქოს უფრო ელასტიურია და უფრო სწრაფად უბრუნდება ეს არის ბრენდი Green Head უფრო აი უყურეთ ახლა მარტივად აგერ გაჩვენებთ ხო არის და რამხელა გახდება ახლა რო გავხაჩავ ამას აი და არ წდება და რო გავუშვებ ისევ მოდის და უბრუნდება თავის პოზიციას ხო აბა მეორე იგივეს აკეთებს ესეც მაგრამ არის უფრო უხეში და აუხსნის სირბილიზაცია უხეში ამ თავის პლუსებს ვიტყვი ესეც არის ელასტიური გაწევა შედარებით უფრო ნაკლები თითქმის იგივე აქვს, მაგრამ უკან ნელ-ნელა ბრუნდება, იმიტომ რომ მასალა თვითონ უფრო ხისტია და მე რა პლუს მინუს ვანიჭებ ახლა. შეიძლება თქვა რომ ყინვაში და თოლში ეს ელასტიურობა შეინარჩუნებს და ასე შემდეგ. ესეც შეინარჩუნებს, მაგრამ ახლართვის ვარიანტი აი უცბად კარაბინზე რო კუკლებს ვაბნევთ ხოლმე რომ ლიჟბი გამოვიდეთ გარეთ და მე ჩავლაგდებით, აი უკვე რო ცივა და ჩქარობ. მაგ დროს მე ვფიქრობ რომ ეს ცოტა მოუხეშვა და უფრო არ აიბლანდება. გახსოვს ეს ისა ჯანდარაზე რომ დაგჭირდა გამორჩევა და გამორჩევა, მაგრამ ირჩევა, არ იხლართება, მაგრამ ეს უფრო მარტივად შეძლებს. ეს რა ბრენდია, ვნახოთ აბა ერთსამე. მეორე მხრიდან. ეს არის hardcore. ანუ ორივე კარგია. Green Head და hardcore, ეს გავგიტყდა უბრალოდ ტრანსპორტირების დროს. შემეძეც აი ეს მაგ, ეს მაგ კი და ეს hardcore-ია, იხვია ხატია, აგერ ხო. და ნუ მოკლედ კარგია და ეს წელვადობა ვიკითხავთ ახლა რა საჭიროა. არაფერში არ ჭირდება, მე თუ მკითხავ, გარდა ერთისა, ორისა, ასე ვიტყოდი, არის ელასტიური და დიდხანს შეინარჩუნებს თავის თვისებებს და დახვევის დროს შეიძლება ანუ ის ყოლფი ისეთ ადგილას გაგიჩერდეს, რომ ვერ წვდებოდე კავზე წამოსადებად, რომ ლამაზად გაჭიმავ და ჩამოვაწყო. და გაწევლის საშუალებას გაძლევს, რომ ფიქსაცია. მე ერთი ცალი ავაწყოთ და ვაჩვენოთ თავს. ეხლა ამის აწყობის იმასაც რა ქვია, შემოგთავაზეთ. მაგ საქმის პროფესიონალი ხარ შენ და აგერ ავაწყოთ ჩვენ ეხლა ეს შეგიძლიათ ვინ რანაირ წყალსატევზეც ნადირო იმ სიმაღლის აიწოს სტანდარტი არის მეტრანახევარი მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ახლა მე სადაც ნადირობა მიწევს 2-დან 3 მეტრის ფარგლებში არის სიღრმე ჩვენ 3 მეტრიანები უნდა გავაკეთოთ ხო და ჩვენ უნდა გავაკეთოთ 3 მეტრიანები რა და განახებთ ამის აწყობის პროცესსაც მარტივად რო თქვა რა და აწყობილსაც განახებთ და ჩვენც ვამზადებთ ამას ასევე კობამ ანუ ერთნაირად მოიწადინა ეს ყველაფერი და აგერ ხედავთ ხო აგერ მოკლედ შესანიღბი ქონდა რამდენიმე ესეთი მაგრამ არასაკმარისი ხო ეხლა კობამ იყიდა აი კამის საკვდება ერთი აი დამატებით რამე ჩალის მიდევაზე დარგინა რომ რამე შეგახამოს ოღონდ ორი ფენა მაინც არის საჭირო
კი ბატონო. რომ შუქი გამჭოლი არ იყოს და ფარდის უკან ფრინველმა არ შეგამჩნიოს. კი და ამისთვის სპეციალური კონსტრუქცია უნდა დავამზადოთ ჩვენ. სადაც ჩვენი დაპატენტებული ნავის ჩვენი ნაზი ხო რომელიც იქნება მყარი კონსტრუქცია თოკების გარეშე. კი ბატონო. სადაც ესეთი ერთგვარი გარაჟივით იქნება წყალში, კამიშებში აწყობილი და ძრავიანი კატერით, გასაბერი კატერით შევაყენებთ შიგნით ამ გარაჟში სრული შენიღბვა მოხდება და როდესაც მონადირებული იქნება გამოვალთ ამ ეგრეთ წოდებული გარაჟიდან გასასვლელი ასე. ხო ისე შესასვლელი გამოსასვლელიდან გამოვალთ ისევ ავიღებთ დავუბრუნდებით და დავიმალებით. წელს ყველაზე დიდი სისუსტე მან და ყველაზე სერიოზული პრობლემა იხვიც მოვიტყუეთ, დავსვით კიდევაც. ნახეთ ფიზიკურად დავატრიალეთ გუნდი, მაგრამ როგორც კი შეგვნიშნავდა ზემოდან ახლა იხვი გვიყურებს 70-100 მეტრიდან ზემოდან და როდესაც უკვე დაინახა აი წამოსული გუნდზე აი უკვე დაფხა და წავიდა ხო. რომ 1-20 მეტრად რო უნდა რომ აი ამიტომ გასათვალისწინებელია ხო ესეთი ბადეები გამოწერა თუ გაინტერესებთ გიორგის მიწერე და ლინკებს გამოგიგზავნით. ხო გავუგზავნით პრინციპში ხალხს. კი. რა პრობლემაა. და ეს ძალიან დაგეხმარა. ეს საკითხი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნადირობის როგორც მანქანაზე საბურავი აი ესე არის ეს რა. ეს ნადირობის ეფექტურობას ზრდის მე რომ მკითხო 50%-ით მაინც. კი ბატონო თუ არ ახარ შენიღბული ძალიან დებილი უნდა იყოს იხვი და ძალიან უნდა შიოდეს და ძალიან უნდადეს სიკვდილი რომ მოვიდეს შენამდე რა. თავიდან იტყვის ყობა ეხლა ვინმეს გაუჩნდება ესეთი კითხვა რომ ჩვენ იმდენი რაღაცა აჩვენებთო რომ ამ ყველაფერს ერთდროულად ყიდვა ძნელია. ჯობია ყავდეს 5, 6, 12-მდე ცალი კუკლა ასე რომ საყუარა და აუცილებლად ფარდა. თუ ბუნებრივ შეხამებას ვერ ახერხებს და რაღაცით ფარდა ხო ანუ პირველი ჩემი აზრით უნდა დაიწყო შენიღბვით და 15 ცალი 10 ცალი ფიტულიც რო ყავდეს შენიღბვა არის უპირველესი. მოდი მაგაზე ძორი სიტყვა ვთქვათ რას გვაძლევს რაოდენობა სატყუარების რაოდენობა. მოკლედ ესეთნაირად არის ცნობილი რამდენი სატყუარაც გიზის წყალზე იმ რაოდენობის ნახევარი შეიძლება მოატყუო იხვე ვთქვათ თუ გიზის 50 მოატყუებ 25-იან გუნდს წამოიყვან და დასვა. შეიძლება მოხდეს ისე რომ 50-იანიც მოვიდეს და 100-იანიც, მაგრამ ძირითადი მაღალი პროცენტი რაზე მოდის, აი მაგაზე არის ყურადღება. ასევე ხო და მეორე დანიშნულება, ბევრი კუკლები, ანუ სატყუარების რა არის, შენ კარგად იცი, ბადრიმ რო გითხრა რა და ეგეც მეუთხრათ, ხალ შორიდან შემჩნე. ხო, ბადრიმ ჩვენმა ძალიან კარგმა მეგობარმა გვირჩია ესეთი რაღაც რომ და რჩევა მოგცა რომ ეს ფიტულები ჩვენ გვაქვს რა 70 ცალი ხო და ახლა. კი. ეგ 70 არსენალში რაც არის და ხო, გვეყოფა 70 წელი გამაშლევინა ჯერ დილა ადრია რუთერია და აღარ დავეძებ მეტი აღარ მინდა. ხო, დაახლოებით 70 წელი გვყავს და ამით ვაპირებთ რომ გავიდეთ და ესე იგი ბადრიმ გითხრა რომ ეგ რას განაპირობებსო? შორი დისტანციიდან, ანუ თქვათ, სადაც 2 კილომეტრში, 3 კილომეტრში, შეიძლება 5 კილომეტრში მეტრით მოწოდებით. ადვილად შესამჩნევი არის დიდი გუნდი, ბევრი ფრიალა მახაკრილი როცა არის ერთ ადგილზე ლოკალიზებული, ეს უკვე სერიოზული გუნდები როცა მოძრაობს, შორიდან ადვილად შესამჩნევია და მიმზიდველი და მიუხედავად და ამავდროულად სასულე მანოქს რომ მიახმარ ამ ყველაფერს უკვე ბუნებრივობის ეფექტი ეძლევა და ადრემ კიდე ბევრი კაი რაღაც გვირჩია სხვათა შორის და მე შემდეგ ვიდეოებშიც მარტივი ლოგიკაა რო გავშალოთ ეგ თემა ანუ ვისაც ვიფრენიათ საში ვიცით რომ წყალი არის რეალურად სარკეზე ვიდრე რო იყურები და ამ სარკეზე რაც მეტი შავი ლაქაა და ანუ იმეორებს ინფორმებს რაც თან დინამიკა თუ აქვს დინამიკა ამ სარკეზე შორიდან ძალიან იოლი შესამჩნევია ეს 1 და 2 წერტილი შეიძლება უბრალოდ ნაგავი ეგდოს და
ხის ტოტი იყოს, ხის მორი იყოს ეს რაღაცა. იხვები როგორც ავანა გადაყარო, გინდა არინა თავისი კონტურებს ისე წარმოქმნის როგორიც არის. რიონზე 40 წელი გვესვა და საიდან ვატრიალებ თითებს რა და ასე და ამავდროულად გამოწერა ყობა. ხო, აი ესეთი სუმკა სპეციალური იხვების ფიტულების მოკლედ, ხო, დასატანად. აი ესეთი ბადე ჩანთა თავისი ზურგჩანთის ზურგსაკიდით და რა ვიცი არ ვიცი ხა რამდენი ეტევა მაგრამ ალბათ 15 წალი მაინც ჩავა რა მე შენ გაზომე 15 წალი ჩავა აი 20 წალი ჩავა უპრობლემო ხო ესეთი გამოწერე 4 წალი ხო 90 რაღაცა ზომა კი მე 1 წალი ცოტა დიდიც გამოწერე და ყველაზე ნორმალური 90 70-ზეა ეს 60-ზე ეს არის 70 სწორად 70 და ეს 90 იქნება 90 ხო ბატონო ხო ამას შევ 20-დან 25 კუკლამდე რომ მოიწატინო კუკლამდე ჩასვავ შიგნით გადაიტან უპრობლემო ხალხი ჩააგდებ და პირდაპირ დაიწყებ აქედან ამოყარა ხო ანუ პირდაპირ ჩააგდებ და ამოალაგებ და რაღაცა ბუნებისთვის მიახლოებული აქვს ჩალისფერია რა არ გამოდგეს და არ არის რაღაც დახურული სუმკა რომ წყალი ჩაგვიდგეს ვერ გაშრეს კუკლებით თავისით გაშრება და ძალიან პრაქტიკული რამეა ასე ვთქვა კი ესეც საჭიროა გატრანსპორტირებისთვის პირველ რიგში ესენი აქ შევინახოთ კი ბატონო ჩემი კიდე რა შეიძლება დავამატოთ ამ ყველაფერს მოდი ფრიალებს და მახაგრილებზე ცალკე ვიდეო ჩავწეროთ იმიტომ რომ აქ ძალიან ინფორმატიულად ხო მოდი ეს ხაზი ახლა მოვრჩეთ